რა ეღირება მეფის შენახვა თუ რჩენა. შეიძლება ახლა საქართველოსთვის მონარქიის აღდგენა არ არის უპირველესი, სასწრაფოდ გადასაჭრელი და უმთავრესი ამოცანა. სამეფო კლუბის წევრებმა და საერთოდ ქართველი მონარქისტების დიდმა უმრავლესობამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის უმთავრესი ამოცანაა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. საზოგადოების ერთ ნაწილში პოლიტიკური ელიტების მიერ დათესილი სიძულვილის დაცხრობა. ხალხის უდიდესი ნაწილისთვის უმთავრესი პრობლემაა სოციალური გაჭირვების დაძლევა, შრომის, დასვენების, სწავლის, ჩაცმა დახურვის, კურნალობის, საცხოვრებლის და საერთოდ ლუკმაპურის შოვნის პრობლემა. გარდა ამისა, ქართველი ხალხის წინაშე დგას არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანები: ეროვნული სახის, კულტურის შენარჩუნება, დემოგრაფიული პრობლემა, დემოკრატიული ტრადიციული საზოგადოების შექმნის აუცილებლობა. ჩვენ უნდა შევუქმნათ მომავალ თაობებს ღირსეული, ეკონომიკურად ძლიერი, ტრადიციული, დემოკრატიული სახელმწიფო და რაც მნიშვნელოვანია, ეს პრობლემები უნდა გადავჭრათ, რაც შეიძლება მალე. რა თქმა უნდა, ამ ამოცანების დაძლევა უმთავრესია და სულაც არ ვფიქრობ და არც ვაპირებთ, რომ რაიმე პრობლემა უნდა დაემატოს ჩვენ საზოგადოებას და სახელმწიფოს, რაიმე ხარჯი თუ თავსატეხი, თუნდაც მომავალში. თუმცა ხას ვუსვამთ მომავალში, შეიძლება ახლო მომავალშიც, შეიძლება რამდენიმე წელიწადში, თუ აღდგება მონარქია და დადგინდება მისი თანამედროვე სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო რესპუბლიკური მონარქიის სახით, ეს ხელს შეუწყობს ზოგიერთი ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის გადაწყვეტას. სახალხო კონსტიტუციური რესპუბლიკური მონარქია ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრის დასაწყისი შეიძლება გახდეს. ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ. დღეს მხოლოდ ზოგიერთ მათგანზე მოგახსენებთ. ძალიან მოკლედ. სახალხო კონსტიტუციური რესპუბლიკური მონარქიის ქვეყნებში მეფე ასრულებს ზუსტად იმ მოვალეობებს, რაც რესპუბლიკური მმართველობის შემთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობაა. სახელმწიფო სიმბოლური მეთაურობა, სახელმწიფო ცერემონიები, უცხოელთა მიღება და სხვა. და ეს არ არის უფრო ძვირი, ვიდრე პრეზიდენტის შენახვა. მაგალითად, იაპონიაში და ევროპის კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებში მეფეები გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ ბიუჯეტიდან, ვიდრე ევროპის საპრეზიდენტო ქვეყნები პრეზიდენტის ხელფასზე და მათ პენსიებზე, მათი ოჯახების დაცვაზე და უზრუნველყოფაზე. მეფეს ერთხელ დავადგენთ და არ დაგჭირდება უამრავი ნაპრეზიდენტალი პერსონებისთვის საპრეზიდენტო პენსიის გადახდა და მათი დაცვითა და ფინანსებით უზრუნველყოფა. როგორც ახლა მეფეს გადაუხდით ზუსტად იმ ხელფას, რასაც დღეს იღებს პრეზიდენტი, მეც არა, შეიძლება ნაკლებსაც. მეფე იცხოვრებს ზუსტად იქ, სადაც დღეს ცხოვრობს პრეზიდენტი. არ იქნება არავითარი სამეფო კარი. არანაირად. სამეფო კანცელარია კი დაკომპლექტდება პროფესიონალებისაგან, როგორც საქმე მოითხოვს და როგორც დღესაა პრეზიდენტის კაბინეტი. არავითარ შემთხვევაში წარმოშობისა და გვარშვილობის მიხედვით არ იქნება დაკომპლექტებული ეს კანცელარია. მეფეს დაცვა არ ეყოლება იმაზე მეტი, რაც ყავს პრეზიდენტს. პირიქით, შეიძლება ნაკლებიც. არც მეფის ძმებს და დებს, არც მოგვარეებსა და ნათესავებს, არც თავადების შთამომავლებს არ ექნებათ არანაირი პრივილეგიები, არანაირი პენსია და ხელფასი სახელმწიფოსგან არავითარ შემთხვევაში. არც იურიდიულად, არც რეალურად არ იარსებებს რაიმე განსხვავება საქართველოს მოქალაქეებს შორის მათი წინაპრების სოციალური წარმოშობის გამო. და ქართველი მეფის არსებობის შემთხვევაში კიდევ უფრო გამტკიცდება აზრი, რომ ყოველი ქართველი, ყოველი მოქალაქე დიდებულია და საქართველოს ყოველი გვარი კეთილშობილია.